გაუმარჯოთ, როგორ ხართ ლომებო? კარგად, კარგად. სიმშვიდეა? ყველაფერი წესრიგშია. აი, აბა, კენიცით, მადლობა. ვაშლოვანის ნაკრძალი 90 წლის წინ, ხოლო ვაშლოვანის თანამედროვე დაცული ტერიტორია 22 წლის წინ შეიქმნა. დღეს ჩვენი მეგზური ვაჟა ჩერქეზიშვილია, ის უკვე 35 წელია ვაშლოვანში მუშაობს. პირველი წლის განმავლობაში კარვებში ცხოვრობდით და შემდეგ როცა ჩამოგვიტანეს საცხოვრებელი ვაგონები, ჩვენ სიხაროს საზღვარი არ ქონდა, თუმცა ზამთარში შიგნით წყალი იყინებოდა ჭურჭელში, ვეტროებში და ზაფხულში კიდე ისე ცხელოდა შიგნით, რომ ვერ შეხვიდოდი, ორთქლის აბანო გეგონებოდა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისთვის საუკეთესო პერიოდი არის გაზაფხული და შემოდგომა, იმიტომ რომ ზაფხულში აქ ძალიან ცხელა, ჩრდილში 43 გრადუსი არის ჰაერის ტემპერატურა და ასევე არის ძალიან ბევრი გველი, მათ შორის გიურზა, რომელიც შხამიანია და სხვათა შორის ესეთი გაფრთხილებაც გვაქვს აქ გველების შესახებ. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ტურისტული მიმართულებაა. დღეს გეზი ვაშლოვანის ქვაბულისკენ ავიღეთ. ეს ის სივრცეა, სადაც 90 წლის წინ პირველად დაარსდა ვაშლოვანის ნაკრძალი და საიდანაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ისტორია იწყება. ვაშლოვანის ნაკრძალი დაარსდა 1925 წელს ვასილ გულისაშვილის და ნიკო კეცხოველის დიდი მოწადინების შედეგად. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ნახავთ ქართულ აფრიკას, ზღვიურ ნიჟარებს, სამუხის ველზე მორბენალ ქურციკებსა და ალესილებს. რელიეფის ასეთ ფორმებს ქვია ბედლენდები. ეს ბედლენდები, მოდი გითხარით, რას ნიშნავს? ალესილებსაც ეძახით, ხო ქართულად? კი ბატონო, ადგილობრივი ფიზიკური კუთხით ალესილები ქვია, მაგრამ ამერიკაში ადგილობრივი ტომები ისეთ ტერიტორიებს, სადაც ვერაძოვებდნენ და საძურად გამოუსადაგარი იყო, ეძახოდნენ ცუდ მიწებს, ანუ ბედლენდ. ერთი ვერსიით, აი ბედლენდების წარმოშობის გენეზისი ასე აიხსნება, რომ გეოლოგიურ წარსულში, როცა შავი ზღვა და კასპიის ზღვა გაერთიანებული იყო და ამიერკავკასიის ზღვისფრთს წარმოადგენდა, როდესაც კავკასიონი ამოიწია და გაწყდა ეს თეთესი ზღვა ორ ნაწილად, შავ ზღვა და კასპიის ზღვად, ზღვა რო უკან იხევდა ტალღების, ზვირთების ეროზიის შედეგად, რასაც აბრაზია ქვია, წარმოიქმნა აი ესეთი რელიეფის ფორმები. ამ ადგილას რომ ოდესღაც ზღვა იყო, ამას ზღვიური ნიჟარებიც ადასტურებს. ეს არის თან ზღვიური წარმოშობის ნიჟარები. პალეონტოლოგების მიერ კვლევით არის დამტკიცებული, გარდა ამ ზღვიური ნიჟარებისა, ეს ხეობა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ აქ გვაქვს ცხოველური ნაშთებიც გაქოვებული, ისიც კვლევები დამტკიცებულია, სამხრეთული სპილოს ძვალი, რომელიც არის დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინანდელი. ამ სამხრეთული სპილოს გარდა აქ არის კიდევ მასტოდონტის, ხმალკბილა ვეფხვის განამარხებული ძვლები, ჰიპარიონი, რომელიც არის ცხენის წინაპარი. აი, რადგან ცხოველებზე დავიწყეთ საუბარი, ლეოპარდზე რომ არ ვისაუბროთ, არ შეიძლება, ხო, რომელიც ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე 2009 წლამდე. კი ბატონო, 2003 წელს აღდგომის დღე იყო სხვათა შორის, ფოტოხაფანგმა დააფიქსირა ახალგაზრდა ხვადი ინდივიდი, ლეოპარდი, რომელიც არის იგივე წინააზიური ჯიქი. და ისტორიულად ჯიქი საქართველოში ბინადრობდა. აი, ვეფხვისა და მოყმის ბალადარო გვაქვს ხალხური. ის ვეფხვი რეალურად არის ჯიქი. 2009 წლის მერე უკვე ნაკვალევიც გაქრა, სურათებშიც აღარ ჩანს, სავარაუდოდ ჩვენი ტერიტორიებიდან გავიდა. კიდევ ერთ საოცარ ადგილას ამოვედით, ჩემს უკან ხედავთ გადასახეთს, სადაც არის ეგრეთ წოდებული ბედლენდები, ანუ ალესილები და მეორე მხარეს ტერიტორია, რასაც ახლა გაჩვენებთ. ამ ტერიტორიას აქ ეძახიან ქართულ აფრიკას, თუმცა ბაობაბების ხეების ნაცვლად აქ არის საკმლის ხეები.
ამ ტერიტორიას ვაშლოვანი საკმლის ხეების გამო დაარქვეს. ისინი შორიდან ვაშლის ხეებს გავს და სახელწოდებაც აქედან წამოვიდა. საკმლის ხე წარმოშობილია იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ეგრეთ წოდებული ფისი, რომლისგანაც მზადდება საკმეველი. პანტიშარას ხეობაში ამ ადგილს ეძახიან მერცხლების ქალაქს, იმიტომ რომ აქ კლდეებზე მერცხლები ცხოვრობენ, როგორც გვითხრეს ესენი არიან ქალაქის მერცხლები, ანუ ასეთი სახეობა და როგორც წესი თურმე ეს მერცხლები კოლონიებად ბუდეებს იკეთებენ კლდეებზე. მშრალი ხევიდან გამოვედით სამუხის ველზე, აქედან უკვე გაშლილი სივრცე იწყება. ავტომობილიდან უნდა გადავჯდეთ სპეციალურ მანქანაში, რომელსაც აქ ვეძახით საფარის მანქანას და ამ მანქანით შევალთ სამუხის ველზე და ძალიან ჩუმად წყნარად ისე რომ არ შევაშინოთ, არ დავაფრთხოთ, უნდა ვნახოთ ქურციკები. დაახლოებით 10 დღის წინ ვაშლოვანში ქურციკების ახალი მე-11 თაობა დაიბადა. ამიტომ სამუხის ველზე გადაადგილება 10 ივნისამდე შეზღუდულია. ამ შემთხვევაში ჩვენ ტერიტორიაზე რეინჯერებთან ერთად შევედით. აკრძალული გვქონდა ავტომობილიდან ჩასვლა და ველზე გადასვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული პერიოდია მაისის და ივნისის თვე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს მდედრი ქურციკები საჭიროებენ განსაკუთრებულ სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. ისინი დიდი მუცლების გამო უკვე ვეღარ ახერხებენ სწრაფად სირბილს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მათ სტრესი ავარიდოთ თავიდან და მშვიდად შეძლონ ახალი თაობის გაჩენა, ამიტომ აუცილებელია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყოს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე აქტივობა. პირველ პერიოდში ახალშობილები არიან საკმაოდ მოწყვლადები. მათ გენეტიკაში აქვთ ესეთი რამ, რომ მანამ სანამ არ შეუძლიათ სწრაფად გაქცევა, ისინი ცდილობენ თავი გადაიჩინონ უბრალოდ ჩუმად ყოფნით. შესაბამისად, მაღალ ბალახებში სიარულის დროს რეალური შანსია, რომ ისე დავაზიანოთ ახალშობილები, რომ ჩვენ ამის შესახებ ვერაფერი ვერ გავიგოთ. სამუხის ველიდან მიჯნის ყურეში მივდივართ. მიჯნის ყურე საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ წერტილია. სახელწოდებაც ამის გამო დაერქვა. ეს ადგილი საქართველოს მიჯნაზე, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. ვაშლოვანის ეროვნული პარკი არის, მიღებული აქვს ევროდიპლომა, ანუ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ეროვნული პარკი. მისი შეფასება ხდება არა მარტო ბიომრავალფეროვნების სიუხვით, არამედ ამ ბიომრავალფეროვნებას როგორ ვიცავთ და როგორ ვანვითარებთ. მიჯნის ყურეშია მოწყობილი საკარვე ადგილები და კოტეჯები, სადაც ღამის გათევას შეძლებთ. აქვეა ერთადერთი ადგილი, საიდანაც გარესამყაროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ამ ადგილს ეძახიან ფოსტას, იმიტომ რომ მიჯნის ყურეში ერთადერთი ადგილია, სადაც ტელეფონი იჭერს. რეინჯერებმა მოაწყვეს ეს ტერიტორია, აქ სკამიც გვაქვს, შეგვიძლია რომ ჩამოვსხდეთ და ისე დავრეკოთ. გავიდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობი 35,000 ჰექტარზე მეტია. თუ ჩვენსავით ვაშლოვანის ქვაბულის, სამუხის ველისა და მიჯნის ყურისკენ აიღებთ გეზს, მინიმუმ 2 დღიანი ტური უნდა დაგეგმოთ. ამისთვის კი გამოცდილი გიდი და მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდებათ.